საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. პრინციპში ჩემთან საღამოა და ამიტომ დავიწყე საღამო მშვიდობის, მაგრამ დილა შეიძლება იყოს ზოგიერთ თქვენთაგანთან, ვინც ეხლა მე მიყურებთ ამ ისმენთ. და ყველას სასიამოვნო დღეს, დილას ან საღამოს გისურვებთ, როგორც არის. გავაგრძელოთ ჩვენ განხილვა. ანუ ვისაუბროთ როგორ ხდება ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში და მე ამ შემთხვევაში როგორც უკვე წინა შეხვედრაზე გითხარით ხელმძღვანელობა ჯო დისპენზას წიგნით შეცვალე ქვეცნობიერი იმდენად საინტერესო და იმდენად კარგად არის აქ ახსნილი თეორიულად ყველაფერი რატომ უნდა შევიცვალოთ ან რატომ გვჭირდება ეს ცვლილება ან როგორ არის შესაძლებელი იმდენად კარგად არის გადმოცემული რომ მე ვიმედოვნებ რომ ყველა ადამიანზე მოახდენს დიდ ზეგავლენას იმ მხრივ სასიკეთოდ რა თქმა უნდა სასიკეთოდ ეხლა დღეს ჩვენი შეხვედრა დავიწყებ იმით ჩვენს შეხვედრას დავიწყებ იმით რომ შევეხებით კვანტურ ველს ჩვენ ადამიანებს ძალიან ხშირ შემთხვევაში უმეტესობას რა თქმა უნდა გონია რომ ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა მდგომარეობაში ვართ კი ბატონო ეს მაგრამ სხვადასხვები ვართ ანუ განსხვავებულები ვართ განცალკევებულები ვართ სამყაროსგან და ჩვენსა და დანარჩენ სამყაროს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება სიცარიელე მოდი ესე უფრო კარგად რომ გამოვხატო ასე ვიტყოდი სინამდვილეში ეს სივრცე არის საერთო ინფორმაციებით სავსე და ასევე პოტენციალით აი სწორედ ეს არის კვანტური ველი და უფრო კარგად რომ ახსნა ახლა მე დისპენზას მიხედვით ვაკეთებ განმარტებას რა თქმა უნდა წარმოვიდგინოთ რომ ეს არის უსასრულო შესაძლებლობების სივრცე სადაც უკვე არსებობს მომავალიც არის დაგეგმარი ყველა შესაძლო მომავლის ვარიანტებიც არის ხო არა აქვს მნიშვნელობა ახლა რა იქნება რა სფეროს შევეხებით ის იქნება ჯანმრთელობა ურთიერთობები წარმატებები შიში კრიზისები ნებისმიერი რა უკვე არის ამ სივრცეში მე გეტყვით იმასაც რომ კვანტურ დონეზე ცალკე არ არსებობს არაფერი აი ცალკე არ ვართ ჩვენ მგონია რომ ერთმანეთისგან ვართ განცალკევებული რაღაცა ჩვენი სხეულებით ჩვენი ისტორიებით მაგრამ კვანტურ ველში აი ასეთი რამ რო ცალკე მე და ცალკე სამყარო ასეთი დაყოფა არ არის ჩვენი გონება ყოფს ამ ყველაფერს ჩვენი გონება ავლებს გამყოფ ხაზებს და რეალობაში ესე არ არის აი ამას ხსნის ჩვენ კვანტური ფიზიკაც უფრო კარგად რომ ავხსნა აი წარმოიდგინეთ მაგალითების სახით რომ მოვიყვანო შედიხართ სადმე უცხო სივრცეში სხვაგან ოთახში ან თუნდაც არ იყოს უცხო შედიხართ ან ოჯახში ან აუდიტორიაში ან სადმე სხვა ადამიანები სადაც იმყოფებიან და ახლა წარმოიდგინეთ თქვენი ბუნება განწყობა თქვენი შეგრძნებები როგორია და რამდენჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ შესუთხართ სადმე და აბსოლუტურად სხვა განწყობაზე შეგექმნებათ სხვა იმაში გადადიხართ ხო ესე იგი აი დაახლოებით ეს მინდოდა რომ მაგალითად მომეყვანა იმიტომ რომ როგორ ხდება ხო საერთო ველში ყოფნა ასევე მაგალითად შეხვდით ვინმე ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება და ჩვენ გრძნობთ მის ენერგეტიკას მის შეგრძნებებს კვანტური ველის დონეზე რა თქმა უნდა ხო თუნდაც იმ შემთხვევაში რომ სულაც არ მოიღოს ხმა აი სიტყვების გარეშეც კი ხვდებით ამას ანუ ჩვენი სხეულები მუდმივად არის კავშირში ერთმანეთთან აი ამ ველის მეშვეობით და ტვინი სიგნალს აგზავნის აუცილებლად ფიქრებით ამ ველში ნერვული სისტემა სხეული თვითონ სხეული ან ნერვული სისტემა გული აგზავნის როგორც უკვე იცით შემოსაბამის ემოციებს და სადღაც
არ აქვს მნიშვნელობა სადმე რომ მოხდებით, შესაბამისი შეგრძნებები გვაქვს ხოლმე, ხო? აი აბსოლუტურად გადავერთვებთ ხოლმე იმ შეგრძნებებზე. და ასევე მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენ ვასხივებთ იმას, რასაც ვფიქრობთ და რა ემოციაშიც ვიმყოფებით. ეხლა ემოცია უკვე წინაზე ვისაუბრე, ვისაც არ გაქვთ მოსმენილი, წინა შეხვედრა ვიდეო დევს და აუცილებლად ნახეთ და შემდეგ მოусმინეთ ამას. თუმცა აქაც შეიძლება აქედანაც დაიწყოთ მოსმენა, არც ამაში იქნება რაიმე განსაკუთრებით ვერ გაიგებთ, მეთქი ვერ ვიტყვი. ამიტომ არის, აი სწორედ ამიტომ არის, რომ ადამიანი ცვლის ხოლმე შინაგან მდგომარეობას და აქედან იწყება გარე ცვლილებები. ანუ თუ ჩვენს შიგნით როგორ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რა შეგრძნებები გვაქვს, ეს ძალიან მოქმედებს ჩვენს გარე ემოზე, გარე ადამიანებზე, ჩვენს გარშემო ვინც არიან მათ ადამიანებზე. აი თუნდაც მაგალითად როგორ აღარ მინდა ხა ძალიან შორს წავიდე, მაგრამ მაინც საერთო ენერგეტიკის ქვეშ, საერთო ეგრეგორები ეს კიდე სხვა განწაგვიყვანს, მაგრამ მაინც ვახსენებ, როგორი იქნება, ხო? აი რაღაცნაირად ერთმანეთთან ვართ ამ კვანტური ველით დაკავშირებული. და ჩვენი ცნობიერება ვრცელდება ამ ველში აუცილებლად. ასე რომ აი ახალი ემოციური მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ შევქმნით ჩვენი ცვლილებების შედეგად, როდესაც ცვლილებებს დავიწყებთ ჩვენ თავზე, აუცილებლად იმოქმედებს ჩვენს გარემოზეც. მიქვრება ეს და რატომღაც არ მინდა რომ ჩაბნელებულში ვიყო და ისე გესაუბროთ. რატომ იწევს ესე ხშირად განათება, ამის ვერ ხვდები. ხო, დავუბრუნდეთ სად ვიყავი. ანუ ჩვენ თუ შევცვლით, აი იმიტომ არის რომ ჩვენ ცხოვრების ცვლილება, ანუ ცხოვრებაში ცვლილებები, თუ რაიმე სფეროში რაიმე ცვლილება გვინდა, უნდა დავიწყოთ ჩვენს შიგნით. და ალბათ ძალიან ხშირად გააგიგიათ, მოგისმენიათ, არის ხოლმე ამაზე. ხშირად საუბარი რომ ჩვენ ეს როდესაც ვიცვლებით, ჩვენს გარშემო სიტუაციები, მდგომარეობა, ადამიანებიც იცვლებიან. აი სწორედ ამასთან არის ეს კავშირში, ხო? როდესაც აი მაგალითისთვის კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ოჯახში, სადაც ცხოვრობთ, ერთი ადამიანი მოვიდა სამსახურიდან დაღლილი, განერვიულებული, დაუშვათ და არის ცუდ ემოციურ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, გაღიზიანებული და ან ნერვები მოშლილი და ყრირის, ან რაღაცა ცუდ ემოციებს ცუდ ემოციურ მდგომარეობაშია. როგორ მოქმედებს ეს მდგომარეობა ჩვენზე? ამ პირიქით, როდესაც ხალისიანია და რაც არ უნდა მოწყენილი იყო და როდესაც ადამიანი მოდის ხალისით, რაღაცა ბედნიერ ხასიათზე, კარგ ხასიათზე, აქაც როგორ იცვლება ჩვენი მდგომარეობა, ხო? ანუ ეს არის სწორედ ის რაც გვაკავშირებს, ეს კვანტური ველი გვაკავშირებს ერთმანეთთან ყველას. და აქედან გამომდინარე, თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ჩვენი ფიქრებით და ემოციებიც, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან არის კავშირში, აი ადამიანებზე, ზოგადად ერთმანეთზე. და ჩვენი ველი, ეს კვანტური ველი რეაგირებს ჩვენს ცნობიერებაზე და გამოდის, რომ ჩვენ ვართ ამ ველში მხოლოდ და მხოლოდ მონაწილეები, ანუ მონაწილეობთ ყველა ერთად, ხო? ეხლა რაც შეეხება შინაგან ცვლილებებს, დაუბრუნდეთ ამ თემას. ეხლა დისპენსა რას გვეუბნება, რომ ფიქრი, ჩვენი ფიქრები მოდის ტვინში, ხო? სიგნალს გადასცემით, ფიქრი დაფიქსირებული არის ტვინში, ეს არის ჩვეულებრივი ელექტრონული სიგნალი, ემოცია არის სხეულში და როდესაც ჩვენი ფიქრის შედეგად გამოწვეული ემოცია ერთმანეთში, როდესაც არის ხო, ფიქრიც და ემოციაც ერთმანეთში ემთხვევა, ჩვენ ძლიერ სიგნალს ვაგზავნით ამით ჩვენს კვანტურ ველში. და როდესაც ეს ფიქრები ხშირად განმეორებადია, ანუ ერთი და იგივე ფიქრები ხშირად მეორდება, შესაბამისად, მერე ჩვეულებრივ ჩვევად ყალიბდება. ანუ გაცნობიერებულად ვფიქრობთ ჯერ შეიძლება, აი ჩვენ ვიცით რაზეც ვფიქრობთ, რაღაცა პრობლემა, ან პირიქით რაღაცნაირად კარგი სიტუაცია და როდესაც ვფიქრობ ამაზე, მერე გადადის ავტომატურად ჩვევებში და ესე ყალიბდება, ხო, ზოგადად ჩვევა.
და ჩვევა რა არის? ჩვევა არის ჩვეულებრივად, როდესაც ჩვევაში აქვს ადამიანს თავის ჩვევებში აქვს ჩვევები აქვს ჩამოყალიბებული, ეს ქმნის ჩვეულებრივად ადამიანის პიროვნებას, ანუ იდენტობას, ასე მოვლენაირად რო ვთქვათ, ხო? და მერე იდენტობა, ჩვენი პიროვნება უკვე ჩვენს რეალობას ქმნის. ნახეთ რა ხდება, აქედან გამოდის, რომ თუ ფიქრი ჩვენი ფიქრი ქმნის ჩვენს ემოციას, ემოცია ქმნის უკვე ჩვენს პიროვნებას, კიდე ჩამიგდო. და პიროვნება მერე შესაბამისად რეალობას ქმნის, გამოდის, რომ ჩვენ ვართ ჩვენი რეალობის შემქმნელი. ანუ ჩვენ ქმნით ჩვენს რეალობას. მე ამაზე ბევრი მაქვს ბევრიჯერ ვისაუბრია, მაგრამ ეხლაც არ დამეზარება და ვიტყვი, რომ მე მჯერა ამის, რომ ჩვენ ქმნით ჩვენს რეალობას და ფაქტურად ეს არის დამტკიცებული, აგერ მეცნიერება ამას გვეუბნება, სხვა კვლევებზე დაყრდნობით და მეცნიერება და ფსიქოლოგიის საერთო კვლევებზე დაყრდნობით, ანუ ჩვენ ქმნით ჩვენს რეალობას. თუმცა ხა მე არ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენზეა დამოკიდებული. არის რაღაცეები, რომელიც ჩვენზე აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული, მაგრამ ძირითადი ნაწილი, როგორ ცხოვრობთ, რა ემოციებს განვიცდით და რა ფიქრებიც მოგვდის, იქიდან გამომდინარე ხდება. თუნდაც მაგალითად როგორ ადამიანებს ვიზიდავთ, როგორი ურთიერთობები, როგორ ადამიანებთან ვართ ურთიერთობებში, რა დონეზე ხდება ჩვენი განვითარება, იმასთან არის დაკავშირებული ჩვენი წარმატებაც, რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე მოვლენები. აი ახლა ამაზეც მინდა რომ ვისაუბრო. ეხლა ნახეთ, რეალობა რო შევცვალოთ, ჩვენი რეალობა, ანუ მე უკვე გითხარით, რომ ფიქრები უნდა შეიცვალოს და ფიქრებს შესაბამისი ემოციები მოყვება და ემოციებიც შეიცვლება და ეხლა პირველ რიგში რას ვაკეთებთ? თუ რეალურად გინდათ რომ შეცვალოთ, ცვლილებები მოახდინოთ, ცნობიერი დაკვირვება უნდა მოვახერხოთ. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ დაკვირვება გავაკეთოთ საკუთარ ფიქრებზე, პირველ რიგში ფიქრებზე, რა თქმა უნდა. და მერე ძველი ემოციები უნდა გავაცნობიეროთ ფიქრების მერე, ანუ რა ემოციები გვმართავს, რა არის ჩვენი ძირითადი ემოცია, რომელ ემოციაში ვიმყოფებით უფრო ხშირად. და თუ ამას გავაცნობიერებთ, მერე შეიძლება მოხდეს ცვლილება. ზოგჯერ არის, რომ აი ჩვენ მაგალითად ემოციებს ვმალავთ, ან გაურბივართ სხვადასხვა ემოციისგან, გაურბივართ მას, იმიტომ რომ გვასწავლეს და გვითხრეს, რომ ასეთ ბევრი სიცილი, რაღაცა უზრდელობა, ან სულ არ უნდა იცინო, ან ტირილი როცა გეტირება, არ უნდა იტირო, რაღაცა აგრესია არ უნდა გამოხატო. ნუ ეხლა მე არ ვიძახი, რომ აგრესიულები უნდა ვიყოთ, მაგრამ არის რაღაც შემთხვევები, როდესაც კიდეც უნდა იყვირო, კიდეც უნდა იტირო, კიდეც უნდა, ნუ არ ვიცი, ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც შენ გინდა. თუმცა, ნუ უნდა დაიცვას მისი საზღვრებიც ამ შემთხვევაში და გამოხატო, უბრალოდ გამოხატო, ხო? და ასევე ცვლილებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი ემოციური გამოცდილება წინასწარ უკვე განვიცადოთ, ნახე? აი ჩვენ რო რაღაცა გვინდა, ჩვენ რო რაღაცა ცვლილება გვინდა, როგორი იქნება განცდაში ამ ცვლილებების შემდეგ რას განვიცდით, რა განცდები გვექნება, რას შეგრძნებებში ვიცხოვრებთ. აი ეს უნდა აუცილებლად იყოს განსაზღვრული. ანუ საკუთარი თავის ახალი ვერსია უნდა ავირჩიოთ და იმ ახალი ვერსიით უნდა შევცვლოთ ჩვენ ცხოვრება, ამის განცდა უნდა შევძლოთ. აი ნახეთ, რატომ ხდება, რომ პოზიტიური აზროვნება, მხოლოდ პოზიტიური აზროვნება არ მუშაობს. ამას სჭირდება განცდა, აუცილებლად სჭირდება განცდა. იმიტომ რომ ჩვენ უნდა აი აფირმაციებიც, ხო, იცით რომ აფირმაციებს ამბობენ, ერთი და იგივე სიძახიან, ან თუნდაც ახლა ჩამოწერთ წერითაც, რა თქმა უნდა, არის ესეთი ტექნიკები, რომ წერთ და მერე ეს მოხდება თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს რეალურად როგორ არის, იცით? ეს თუ არ განიცადე, თუ იმ მდგომარეობაში არ შეხვედი და შენი სხეული არ დააჯერე იმაში, რომ მე ეხლა ახალ განცდაში ვიმყოფები, ახალს ვირჩევ, მანამდე ცვლილებები რეალურად არ მოხდება, რაც არ უნდა იძახო და რაც არ უნდა ისაუბრო, ილაპარაკო და ან წერო, რომ აი მე ვარ ეხლა ძალიან ბედნიერი, ვერ გახდები ბედნიერი, თუ შეგრძნების დონეზე ეს არ განიცადა ადამიანმა. ხო.
რაც შეეხება, ეხლა კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემაც, რომ შეიძლება თუ არა წარსულზე გავლენის მოხდენა. ეს არის ამ წიგნშიც განხილული და მე მინდა აგიხსნათ ძალიან მარტივი ენით, რა თქმა უნდა შეიძლება, წინასწარ გეტყვით, რომ შეიძლება წარსულის შეცვლა შეიძლება, მაგრამ რას გულისხმობთ ახლა ამ შეცვლაში? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წარსულ ფაქტებს, რაც მოხდა, უკვე მომხდარია. ეხლა იმას ვერ შეცვლი, ვერ წაშლი, ის უკვე მოხდა და დამთავრდა. მე არც ვარ მის მომხრე, რომ დაივიწყოს რაღაც ჰიპნოზის მდგომარეობაში შეყავთ და მე აი წარსული მდგომარეობა უნდა დაივიწყოთ, ვინდა რომ ტრავმებით. არა, ესე არ ხდება. ესე არ ხდება, რომ წარსული დავიწყოთ, ან ამნეზია დაგვემართოს, ან რაღაცა, რა ვიცი, არ გავიხსენოთ და დავმალოთ ის სადღაც ქვეცნობიერში ჩავმალოთ ის ყველაფერი და აღარ ვიფიქროთ და აღარ ვილაპარაკოთ იმაზე. იმიტომ რომ იგივე ემოციას იწვევს, რა თქმა უნდა, და იგივე მდგომარეობაში გვაყენებს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენ წარსულს კი არ ვშლით, არამედ საუბარი არის ნეიროემოციური გავლენის წაშლაზე, აი ამისგან განთავისუფლებაზე. ხო, და ეს ამაზეც ასევე ძალიან ბევრი ტექნიკებია, ძალიან კარგად მუშაობს. კიდევ იმას ვიტყვი, რომ მე ჩემთვის პირადად ნეიროგრაფიკამ ძალიან კარგად იმუშავა ასეთ რაღაცებზე. ფანტასტიკურად მუშაობს, თუმცა RPT თერაპიითაც კარგად ვამუშავებთ ასეთ სიტუაციებს. ანუ არ იშლება ის არის, აი როგორც მაგალითად ახლა პატიების მარათონებია, წენები გაუშვით, პატიება გაუშვით. კი ბატონო, ძალიან კარგია, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს ის სხვა რაც რომ დაგვავიწყდეს ის ფაქტი რაც მოხდა, არ დაგვავიწყდება. უბრალოდ ნეირონული ქსელების ჩამოყალიბება მოხდება. ახალი ნეირონული ქსელიც არ ჩამოყალიბდება, ვერ ვიტყვი ამას. ანუ ის ნეირონული ქსელები, რაც არის ჩვენში, ხო, იმის გადამუშავება ხდება, ანუ შეცვლა ხდება. აი ეს ჯაჭვი უნდა ჩაიხსნას და ახიდან უნდა ჩამოყალიბდეს ახალი, აი როგორც გზა რომ მიდის ხო რაღაც ტრაექტორიაზე. ისე უნდა შეიცვალოს. ის მიმართულება უნდა შევცვალოთ და თვითონ შიგნით მდგომარეობაც, რა თქმა უნდა. ხო? ანუ წარსული ახლა დავივიწყოთ და აღარ გვინდა და არ გვჭირდება, ახლა არ მინდა ისე გაიგოთ. პირიქით მე ძალიან მიყვარს წარსული ზე ფიქრიც, გახსენებაც, მოგონებაც და ამ თემებზეც არაერთხელ ვიმუშავია საგვარეულო სისტემები, ესენი ამის დავიწყება ფაქტურად შეუძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა როგორი იყო ის წარსული მთლიანად გენეტიკასაც აგზავნის მნიშვნელობა ამ დროსაც ამას ვერ წავშლით და არც გვინდა რომ წავშალოთ. უბრალოდ ხდება ახალი ნეიროქსელების ჩამოყალიბება. ნეიროემოციური გავლენა უნდა შეიცვალოს. ემოციები უნდა შეიცვალოს. მე მგონი გასაგებად, ხო? გასაგებად ჩამოვაყალიბე. და როდესაც ეს ემოციები შეიცვლება, სხეულის რეაქციები იცვლება. იმიტომ რომ ემოცია ძალიან დიდ გავლენას ახდენს სხეულზე. ესეც ბევრჯერ აქვს აღნიშნული და ბევრჯერ მithქვავს ამის შესახებ, რომ ჩვენ სხეულს აქვს მეხსიერება, აუცილებლად. ეს შეიძლება ჩვენ არ ვახსოვს. რა თქმა უნდა, ტვინსაც აქვს მეხსიერება, ხო, აღარ არის ეს ამაზე აუკვე აღარ მინდა ვისაუბრო და შეიძლება ცნობიერად არაფერი არ გახსოვს, მაგრამ სხეულში ჩაწერილია ეს რეაქციები, უბრალოდ ეს ემოციები, რომელმაც შემდგომში შესაბამისი რეაქცია გამოიწვია და ჩვენ აწმყოში თუ ვიცხოვრებთ, აი ხე კარგად მინდა ავხსნა, რომ გასაგები იყოს. იგივე სხეულის ემოციით, დამახსოვრებული ემოციებით, რაც დაიმახსოვრა ადრე ჩვენმა სხეულმა. აი მაგალითად, მოდი განვიხილოთ ახლა ეს მაგალითი. ადამიანი არის მიტოვებული. ანუ ან ბავშვობაში განიცადა, დედამ დატოვა, მამამ არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარმა უღალა, ტანი ატოვა, ან არ ვიცი, ნებისმიერი რაღაც ესე. მიტოვების თემა ავიღოთ, ხო? ეს ადამიანი შესაბამისი ამ ფიქრის რომ მიატოვეს და
შესაბამისი ემოცია გამოიწვია, ემოციამ გამოიწვია სხეულის რეაქცია და რა იქნება ეს რეაქცია? ან იქნება შიში, ან საკუთარი თავის მიუღებლობა, უბრალოდ ნახეთ, მე არ ვარ საკმარისად კარგი, იმიტომ დამტოვეს, რომ არ ვიყავი კარგი, არ ვარ კარგი, ან კიდევ რაღაცნაირად ზიზღი შეიძლება გამოიწვია იმ ადამიანის მიმართ, ვინც დატოვა და საერთოდ თუ მაგალითად ეს მამა არის მამაკაცების მიმართაც შეიძლება იყოს მთლიანად ეს აღქმული, რომ აი ის მოღალატეა. ну აქ აღარ შევალ სიღრმეებში რომ ტრავმებზე გადავიდეთ, რა თქმა უნდა, ეს ტრავმებია ყველაფერი. ანუ ძველ გამოცდილებაში გქონდათ რომ ვიღაცამ მიდატოვა. ახლა ეს მაგალითის საკუთრება შეიძლება ნებისმიერი თემა ასე მუშაობს, ხო? სხეულმა დაიმახსოვრა ეს ემოცია და ჩვენი სხეულის ემოციით ცხოვრობთ ეხლაც აწმყოში. და მერე როდესაც ჩვენ გვინდა ახლა ცვლილება, შეცვლა გვინდა რაღაცის, ვერ ვცვლით. იმიტომ ვერ ვცვლით, რომ სხეულს აქვს ეს მეხსიერება. სანამ ჩვენ სხეულის მეხსიერებას არ შევცვლით, ანუ იმ ნეიროქსელს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შევცვლით, მანამდე არ შეიცვლება ცხოვრება. ხო, ჩვენ კი ვერ განკურნავთ იმ წარსულს, უბრალოდ ნახეთ, წარსულის გაცნობიერება და ადგილის გამოთავისუფლება ხდება ნეირონული ქსელების ახალი ჩანაცვლებით, ჩვენ მომავალს გავანთავისუფლებთ. განთავისუფლდებით აი ამ ძველისგან და მომავალში ვქნით. თორემ ეხლა ესე იგი ნახეთ რა ხდება წარსულის ფაქტები კი არ შეიძლება წარსულისგან აი ამით განთავისუფლდებით, რომ წარსული ემოციური მდგომარეობისგან თავისუფლდებით. ცოტა ბევრი ვისაუბრე, მაგრამ მინდა რომ კარგად გაიგოთ და თუ რამე შეკითხვა გექნებათ, მომწერეთ და კიდევ უფრო სხვა მხრივად შევძლებ ახსნას. ну მოგეთ, აი დღეს მე ამაზე მინდა შევჩერდე, მაგრამ სანამ დავასრულებ ჩვენ შეხვედრას, მინდა ძალიან პატარა პრაქტიკა შემოგთავაზოთ. პატარა, მაგრამ უსაფრთხოა პირველ რიგში, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მუშაობთ ან ჯგუფებთან, ან პერსონალურად ვინმესთან, ინდივიდუალურად, უბრალოდ, აუცილებლად ხდება ხოლმე ის, რომ ჩვენი დაპყრობების ქვეშ თუ შევეხო ტრავმას, ან რაღაცა გააქტიურდა იქ, უშუალოდ კონტაქტში როდესაც ვართ, მაშინ ჩვენ ვიცით როგორ ხდება ხოლმე იქიდან გამოყვანა მდგომარეობის განეიტრალება. ეხლა მინდა ძალიან პატარა, უმტკივნეულო და ძალიან ისეთი საინტერესო ტექნიკა შემოგთავაზოთ. პირველ რიგში დახუჭეთ თვალები. არა, პირველ რიგში რა ქენთ იცი? მონახეთ ისეთი ადგილი, სადაც იქნებით აბსოლუტურად მარტო, თავისუფლად, არ შეგაწუხებთ ხმაური, არ შეგაწუხებთ, რა ვიცი, ან რაღაცა სურნელი, ან რაღაცა ისეთი, რომელიც თქვენს იმაზე რაღაცა შეგრძნებებზე იმოქმედებს, არ უნდა იყოს ამ ცხოველი, ან ვიცი. მარტო განცალკევით და სწორად დაჯექით ან დაწექით, არ აქვს ამას მნიშვნელობა და რა გააკეთეთ ახლა? დახუჭეთ თვალები და დააკვირდით თქვენს სუნთქვას. ანუ დააკვირდით შენ სუნთქვას, ვინც ახლა მე მისმენთ. არ შეცვალოთ სუნთქვის რითმი, არ არის აუცილებელი სხვა რითმზე გადასვლა, თუმცა თუ შეიცვალა, მაინც არ აუშავს, არაფერი ისეთი ცუდი არ მოხდება. დააკვირდით რამდენიმე წამი, 1 წუთის განმავლობაში, როგორ სუნთქავთ, როგორ შემოდის თქვენში ჰაერი, როგორ ივსება ფილტვები ჰაერით. და ამოისუნთქეთ. დააკვირდით ნაზად, მშვიდად. თქვენ ახლა ამ დაკვირვებით აცნობიერებთ, რომ ახლა ამჟამად აქ აწმყოში იმყოფებით და მინდა გაიხსენოთ რაიმე კონკრეტული ემოცია. არ მინდა რომ გაიხსენოთ რაიმე შემთხვევა წარსულიდან, რამაც ეს ემოცია გამოიწვია. გაიხსენეთ მხოლოდ და მხოლოდ რაიმე ემოცია, რომელიც ხშირად მეორდება თქვენს ცხოვრებაში. ანუ თქვენი წამყვანი ემოცია რაც არის ახლა. ერთი რომელიმე კონკრეტული ემოცია ამორჩიეთ. შეიძლება იყოს შიში, დაძაბულობა, აი შიშის ემოცია, დაძაბულობა, ან დანაშაულის შეგრძნებას თუ გაქვთ ხშირად ეს სევდა, შფოთვა, ნებისმიერი ემოცია,
რასაც ხშირად განიცდით. ამორჩიეთ, აუცილებლად თუ ვერ გრძნობთ და ვერ არქმევთ სახელს, მე მინდა გთხოვოთ, რომ მოუძებნოთ სახელი. და ახლა მინდა დააკვირდეთ თქვენს სხეულს, სად გრძნობთ ამ ემოციას სხეულში. შესაძლოა ეს იყოს მკერდში, მუცელში, ყელში, ფეხებში, მუხლებში. მე პირადად ხშირად მუხლებში გრძნობ ხოლმე რაღაც გარკვეულ ემოციას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, არ გჭირდება სიტუაციის გახსენება, მხოლოდ და მხოლოდ ემოცია გაიხსენეთ. დააკვირდეთ თქვენ სხეულს, სად გრძნობთ ამ ემოციას. თქვენ უკვე დაარქვით ამ ემოციას სახელი, იცით უკვე სად გრძნობთ და ეხლა უთხარით საკუთარ თავს. ეს ემოცია, სახელი თქვით რა თქმა უნდა თქვენ, არის ძველი, მაგრამ ახლა მე აქ ვარ. ეს იყო წარსულში და ეხლა მას აღარ ვემსახურები. ეს ემოცია არის ძველი, მე ვარ ახლა აქ. ეს გრძნობა იყო წარსულში და ეხლა მე ამ გრძნობას აღარ ვემსახურები. ეხლა ჩაისუნთქეთ მშვიდად, ნელა. ამოისუნთქეთ. რამოდენიმეჯერ გააკეთეთ ეს და ყოველი ჩასუნთქვის დროს წარმოიდგინე, რომ იმ ადგილას, სადაც შენი ემოცია იყო, ეხლა შემოდის სიმშვიდე. სიმშვიდე და ნეიტრალიტეტი, ანუ ნეიტრალური მდგომარეობა. არ მოითხოვოთ ძალიან ბევრი, თუ მაგალითად იყო შიში, ნუ ჩაანაცვლებთ მას რაღაცა ესეთი სიხარულით ან ბედნიერების ემოციით ამ ეტაპზე არ არის საჭირო. ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ნეიტრალობა. ეს ტექნიკა გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ დღის განმავლობაში. გააკეთეთ ბოლოს ღრმა შესუნთქვა, ამოსუნთქვა, ნელა და მშვიდად. ღრმა ნიშნავს ის, რომ რამოდენიმე წამის განმავლობაში შევისუნთქავთ და რამოდენიმე წამის განმავლობაში ამოვისუნთქავთ. ახლა ჩვენ ავშლით წარსულს, ჩვენ უბრალოდ ვცვლით ამ წარსულთან ურთიერთობას, წარსულ ემოციასთან ურთიერთობას. ანუ ჩვენ დავაკვირდით, დავაცნობიერეთ, რომ ეს ემოცია არის წამყვანი ჩვენში და მასთან ურთიერთობას შევცვლით. სხეულს ამით ვასწავლით ჩვენ ახალ შეგრძნებებს. ამ შემთხვევაში ჩვენ სიმშვიდე შევიტანეთ და როდესაც ამას ვაკეთებთ, წარსული უკვე დაკარგავს ძალას მომავალზე. ნელ-ნელა, როდესაც დაასრულებთ ტექნიკას, რამდენი ხანიც კიდევ დარჩით და გაიმეორეთ და მე ნელ-ნელა გაახილეთ თვალი მშვიდად. გამოდის, რომ ამ ტექნიკით ჩვენ გავაგზავნით ახლა კვანტურ ველში სიგნალს, რომ ჩვენ გვჭირდება ახლა ეს სიმშვიდე და ვცვლით ჩვენ ნეიროემოციებს და ახალ ქსელს ვქმნით ამით. თუ ეხლა ვერ გააკეთეთ ეს ტექნიკა, თქვენ არის ძალიან მარტივია და იმახსოვრეთ, ან შემდეგში გადაახვით, ჩართეთ, მოიწერეთ და ხშირად გააკეთეთ ეს და შეგიძლიათ რამოდენიმე ემოციაზე იმუშაოთ. არ არის ხა ერთ ჯერზე ერთი ემოცია დაამუშავეთ. თქვენი ტვინი დაიჯერებს ამას. იმიტომ რომ არ ვიცი გითხარით თუ არა, სხეული დროს ვერ ამჩნევს ამ შემთხვევაში. ანუ სხეული როდესაც ძველი ემოციებით ცხოვრობს, იმისთვის ეხაც აწმოყოთ და მომავალიც სულ ერთია წარსული აწმო და მომავალი. იგი დაჯერებული აქვს და ამით ჩვენ შევცვლით.
უნდა ჩავანაცვლება მოხდეს. ხშირად რაც უფრო მეტად გააკეთეთ ხშირად და რამდენი დღე, ეხლა მე ვფიქრობ, რომ ზოგი იძახის 21 დღე საკმარისია. და მე ვფიქრობ, რომ უფრო ხშირად, რაც მეტად გააკეთებთ ხშირად, უკვე ავტომატურ რჩევად გამოიმუშავებს და უფრო მეტად იქნება შედეგები დადებული, ხო, რა თქმა უნდა. დღეს აი ამას გთავაზობთ და შემდგომში მე კიდე გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას, უკვე მე მინდა შევეხო ინდუქციურ ინდუქციასაც, მედიტაციებზე, სამ ტვინზე უკვე გითხარით, ამასაც აუცილებლად ვისაუბრებთ. და გავაგრძელებთ ერთ წუთით მუშაობას, ჩემი თხოვნა იქნება უბრალოდ გააკეთოთ კომენტარები, ან თუნდაც ლაიქები დასვათ, გააქტიუროთ გვერდი და გამოიწეროთ ზოგადად ეს გვერდი, იმიტომ რომ ახლა მე მიჩვენებს, რომ ნახვები აქვს ბევრი, მაგრამ არ ვიცი ახლა რამდენად მოგეწონათ ან მოგეწონათ, შეგიძლიათ დაწეროთ სულაც თუ რა მოგწონთ, ისიც დაწერეთ, ესეც მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის. ახლა თუ იქნება კრიტიკაც მის ფარგლებში, მისაღები იქნება, ახლა არ უნდა იყოს ლანძღვა და რაღაცა შეურაცხყოფა, განაჩენი ყველაფერი მოსვლა. ასე რომ იაქტიურეთ. და მე ჩემი მხრიდან არ მოგაკლებთ ესეთ საინტერესო ჩართვებს. გაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.